სახელი და მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და დღევანდელი საკითხული საღარიბის შინაარსი იყო, რომ უფალი მეორედ მოსვლის დროს რომ მოვა ესე იგი მარჯვენი დააყენებსო ხალხსო და მარცხენითო და მარჯვენითო დააყენებსო. ეტყვისო რომ ჩემთან მოდითო, ესე იგი სად მოდითო? სამოთხეშიო, იმიტომ რომ შირს აბურებდითო. პატიმარს ნახულობდითო და სიკეთეს აკეთებდითო, მაგრამ იმათ გაუკვირდება და შენ როდის გიკეთებდით და რას სხვას გაუკეთეთო? ის გამიკეთეთ მეო, ესე იგი ჩვენ როცა ვეხმარებით, ვისაც ესე იგი არ აქვს საშუალება, ესე იგი ამით ვეხმარებით, ესე იგი ჩვენ ეს უყობთ ღმერთსა. ჩვენი სწავლებით ყველა ადამიანი არის ღვთის ხატება და როგორც ექცევი სხვას, იმაზე მე პასუხი მოგეთხოვება და აქეთ მარცხენით დაყენებულებს კიდე ეუბნება რომ თქვენო შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ, მშიერი ვიყავი და არ მაჭამეთ პატიმარი, არ მინახულეთ, ესე იგი აქ ის ხალხია, ვინც არ ცხოვრობს სიყვარულით და მაგრამ თუ არა გაქვს, მაშინ რა უნდა გასცე, ახლა შეიძლება შეკითხვა დაგებადოს. მაგრამ როცა პადიო, ესეც მოწყალება და უფრო დიდი მოწყალებაა ვიდრე დაბურება. და რამდენს არ შეუძლია პადიება, თვითონ ოჯახებიც ადვინგრება ხანდახან ძალი და ესე იგი დედამთილის ურთიერთობით და მე ახსარებიდან ავსგებულობ რომ ეს გოგო დაუშვათ ზოგჯერ არ არის გაზრდილი დაუშვათ არ არის დაუშვათ მართმოყვარე არის ის ესე იგი უფროსი უმცროსი მაგრამ შენ როგორ უნდა შეხედო თუ შენ ესე იგი მშობელი ხარ როგორ შენ შვილს ისე უნდა უყურო თუ არა გაზრდილი შენ შვილი თუ არა გაზრდილი რამდენია რომ გამოსწორება უნდა შვილის ლოცობიდება ზოგი წარმიდება ზოგი იბარავს მაგრამ შენ შვილს ხარ ჩამოწერ ასევე ეს ოჯახში რომ შემოგივიდა რძალი თუ ისეთი არა თუ ლაბარაკია შვილის უნდა ილოცო და უნდა ყოველთვის გახსოვდეს ნეტარი ავგუსტინის მაგალითი ლოცი იყო მართლმადიდებლის არ იყო და დედა ტიროდა და თავისი ლოცვებით ეს ავგუსტინი გახდება წმინდანი და იყიდება ნეტარი ავგუსტინის წიგნები ესე როცა არ შვილის ლაბარაკია შვილი იქნება თუ რძალი იქნება მე მისთვის უნდა ვილოცოთ და ხშირად ვამბობ რატომ ამდენი დაშორება ერთმანეთში მაგრამ აქ ურთიერთობაში ესე იგი არ ყოფნით მოთმინება და რატომ არ ყოფნით არ აქვს სიყვარული ცა სიყვარული გაქვს შენ უნდა იცოდე რომ სრულყოფილი არის მარტო ღმერთი და შენ მეუღლეს როცა ზოგჯერ კაცი ზოგჯერ ქალი საყვედურობს თავის მეუღლეს რომ ისეთი არ არის მაგრამ შენ ხარ ისეთი ვინა ესეთი ღმერთის წინაშე როგორც შენ პადიოს ღმერთი ასევე შენც უნდა აპადიო ეს მეუღლე იქნება თუ მეზობელი იქნება თუ ჩილუეთ მეზობელი თუ დასავლეთ მეზობელი ფიზიკური და სულიერი მტრები უნდა მოიხსნა ლოცვებში თუ პარდების სიზუვეში ლოცვა არის აუცილებელი იმიტომ რომ ახლა ზოგი მორწმუნეა და რო ვეკითხები მე აქ რომ მოდიან ბევრი ხალხი მოდის მონასტერში მიზეზი მაქვს რომ ესაუბრო ისტორიაზე და მე ვეკითხები სულიერებაზე რას ქვია ლოცულობა და ზოგი მორწმუნეა და არ ლოცულობს ეს იგივეა რომ ადამიანმა საჭმელი არ ჭამოს ფიზიკურად წყალი არ დალიოს ხო ფიზიკურად გვდება მაგრამ ზოგიერთი თვის რომ ის ხო ცოცხალია ის არ ლოცულობს ის ცოცხალია მაგრამ სულიერად არ იმკვდარი იმიტომ რომ ძალა არ აქვს იმისა რომ მოთმინება კონდეს პატიება კონდეს რა დღეშია ჩვენი მასმედია ხალხის რა დღეშია სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო თუ ლოცვაში იქნები სხვა ზონების ადამიანს არ ჩამოწევ არ შეაგინებ თუ გაგინებს მისთვის ილოცებ ეს არა სასაცილო ზოგიერთი რო არის ისე ჩვენ რო გვიწერია ლოცვამდისთვის ეს რეალობა ხდება როცა შენში ღმერთია და მის მაგალითია წმინდანები ახლა ეს მოწამე ხარნაბისენება ყველა მოწამეები მოწამე სტეფანე იყო და სხვა ეთევანძამებული ლოცვობდნენ მადლით ვინც უკან საწამებდა ესნება მადლით ეს მადლი არ მოგაგოთ ღმერთმა რაც შეეხება მარხვას ახლა ერთ კვირაში მარხვა იწყება ხვალ ორ შაბათიდან ერთი კვირა ჯამენ ზისნასთან თევზს და კვერცხს და ხოცი ამოღებულია მერე ამ შაბათიდან კი არა იქიდან შაბათიდან იწყება დიდი მარხვა
და მთავარი მაინც რა არის თავარი რომ აპატიო და ეს აპატიება ბევრშია. ზოგი მეზობელია, ზოგი ერთ საქმეში იყვნენ და ვერ პატიოს, როგორ ესე იგი მეგობარმა უღალა და ზოგჯერ მეებს შორისაც ხდება ასეთი მატერიალურის გამო დედმამიშვილებს შორის და ეს რატო ხდება? ამიტომ რომ გვავიწყდება რა, გარდაცვალება. გვავიწყდება რომ არაფერს არ წავიღეთ იქით, გარდაკეთილი საქმეებისა. და ღმერთმა მომას ქვია სიყვარულის ნიჭი, რაცა უნდა ვიქადაგო მე, აი და უშუალოდ სულიერი შვილები ხო არიან? თუ ძვირფას მანქანაზე დავიჯდები 100,000-იანზე, ან 50,000-იანზე. მაშინ როცა ვინათებით უანგარობას ვპირდებით ღმერთსა. მაშინ ის არ დამიჯერებს სულიერი შვილი, მე თუ 20,000-იან და 100,000-იან მანქანაზე დავიჯდები. ან ერთმა მითხრა 7,000-იან იმას გიყიდიო, პარდოსო და ამიტომ მეთქი უთხარ. და ამ დროს საცხოვრე მე ჰოლანდიაში ვარ ცხოვრობ, ესპანეთში, გერმანიაში, სადაც უმუშევარს ვიდი აქ მუშა, სადაც საქართველოში ზოგი სანაგვეში იქება. და დედა იქა, შვილი აქა, ხო საშინელებაა, ცოლი იქა, ქმარი აქა. მე თვაგნას რომ ეს იქნება თუ ხარ იქნება რომ ისე ყოფილიყოს, ისე დაეწყოს ჩვენთან. საქართველოში რომ ქართველი არ გებოდეს საქართველოდან და რა გვაკლია სიყვარული. სიყვარულიც უკვე იქნება, ქართველი დარჩება საქართველოში. ეს ლაპარაკია იმაზე, ვისაც საშუალება აქვს. 304-ას და 500-ას კი ამიცეთ ამდექსასაც. ესწება რომ მეტი მისცეს თუ სიყვარული იქნება, ვისაც საშუალება აქვს თავის მიშას. ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი, ჩვენთანაც ღმერთი.